მე მინდა მოგესალმოთ ყველას, მე ვხედავ რომ აქ არის ჩართული როგორც ჩვენი საერთაშორისო მისიები, ცენტრალური აფრიკა, მაზარი შარიფი, ასევე ქაბული და ჩვენი ჩვენ ქვეყნის შიგნით სამხედრო დანაყოფები და მინდა დავიწყო ბუნებრივია მისალმება იმ ადამიანებიდან, ვინც ქვეყნის გარეთ არის და ვერ ხვდება ახალ წელს თავის სამშობლოში, თავის ოჯახებთან ერთად. ბუნებრივია განსაკუთრებით ჩვენი ფიქრი და ზრუნვა თქვენთან არის დაკავშირებული, თქვენს კარგად ყოფნასთან, თქვენ ჯანმრთელობასთან, თქვენ დაცულობასთან და იმ მადლიერებასთან არის დაკავშირებული, რომელსაც ყველანი ჩვენთაგანი განვიცდით თქვენს მიმართ. იცოდეთ რომ ვფიქრობთ თქვენზე განსაკუთრებით, გვადარდებთ განსაკუთრებით და ამაყები ვართ თქვენით. ასევე მინდა მოგესალმოთ ქართული ჯარის სხვა დანაყოფებს, რომლებიც თქვენს უმნიშვნელოვანეს მისიას ასრულებთ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება ჩემი და მთელი ქართული საზოგადოების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რასაც თქვენ აკეთებთ. ეს არის გმირობა, რომელიც არ არის უჩვეულო ჩვენი გენისთვის და ჩვენი წინაპრებისთვის. მაგრამ რომლის გაგრძელებაც ყოველ თაობაში და ყოველ წუთს და ყოველ დღეს არის ძალიან დასაფასებელი. მადლობთ იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ გასწევთ და ჩვენ ბუნებრივია გვაქვს შესაძლებლობა დღეს პირველ რიგში ჩვენს ავღანელ გმირებს მიულოცოთ ეს დღე თქვენთან ახალი წელი 9 საათით ადრე დგება და მე მინდა კიდევ ერთხელ გისურვოთ შვიდობით ჯანმრთელად უკან დაბრუნება ძლიერად, დაბრუნება სამშობლოში, რომელსაც ძალიან სჭირდებით და რომელსაც ძალიან ეამაყებით. მაზარი შარიფს ესმის ჩემი, ხო? აიხარეთ, ძალიან მიხარია რომ ასე მხნეთ ხართ და ძლიერად ხართ და ძალიან მიხარია რომ იმ უმნიშვნელოვანეს მისიას, რომელსაც ასრულებთ მსოფლიოს მასშტაბით და არა მარტო მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოსთვის ასაც აკეთებთ, ასე ძლიერად ახორციელებთ. მე რამდენიმე კვირის წინ შევხვდი ავღანეთის პრეზიდენტს და პრეზიდენტი განსაკუთრებით მადლიერია იმით, რასაც თქვენ აკეთებთ ავღანეთში. იმიტომ რომ იქ იყო საუბარი არა მარტო იმ მხედრულ ღირსებაზე და უნარზე, რომელიც ქართულ ჯარისკაცებს გააჩნიათ. არამედ იქ იყო საუბარი იმაზეც, რა განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვთ თქვენ ავღანელ ხალხთან, როგორ შესძელით იქ აი ურთიერთობების დამყარება, რამდენად დიდი სამსახური გაუწიეთ ავღანური შეიარაღებული ძალების შექმნას. ეს განსაკუთრებით კარგად იცის პრეზიდენტმა და ჩემთვის ეს იყო საამაყო, იმიტომ რომ მან იცის და გამოყო ქართველი ჯარისკაცების ფუნქცია და ღვაწლი. და მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ ამისთვის. აიხარეთ, კიდევ ერთხელ გილოცავთ. დიდი მადლობა. კარგად იყავით და შეხვედრამდე. გილოცავთ ყველას. გილოცავთ. აფრიკაშიც გილოცავთ. აფრიკაშიც 3 საათში. აფრიკაშიც გილოცავთ. გაიხარეთ, ყველას გილოცავთ. გილოცავთ.